საღამომშვიდობისა საყვარელო მეგობრებო, ამ სათაურთან დაკავშირებით მე დღეს ვისაუბრებ, ცოტა ხნით შემოგიერთდებით, ძალიან დაღლილი ვარ და მთელი დღე ვმუშაობდი. აქედან გამომდინარე, ცოტა ხნით ვისაუბრებ და გავალ, ხო? ჩემს პოსტს მოყვა ესეთი არგუმენტები, კომენტარები. ზოგიერთს უკვირს, რომ ისრაელი არ მეწოდება და ზოგიერთს კიდე უკვირს, რომ აი ესე ქრისტიანი არ ილაპარაკებდა, როგორც მე ვილაპარაკე რა. როდესაც ვამბობ გასწორება მიწასთან, გასწორება უწერია ყველა ქვეყანას, რომელიც თვითმარქვია და როდესაც საუბრობ იმაზე, რომ ყველა ქრისტეს მკვლელი, უარმყოფელი და ყველა აბსოლუტურად დედამიწის ზურგზე ყველა ადამიანი, რომელიც ქრისტეს არ აღიარებს, აზრზე მოვა, ეს იმას ნიშნავს, რომ იმისათვის, რომ ადამიანმა გაიგოს და გამოვიდეს თავის ტყავი გამოიცვალოს, მას სამწუხაროდ ასე მოახდინა სატანამ, რომ ესაჭიროება ძალიან დიდი წნეხის ქვეშ მოყოლა. ძალიან დიდი განსაცდელების გადატანა, რომ გაიგოს რა არის საბოლოო ჯამში ქრისტე. რატომ არ მეწოდება ისრაელი დღეს? საერთოდ შეწოდება და რაღაცა საცოდავით ეს ქრისტიანული არ არის, ქრისტიანული არის, რომ ვიზიარებ მწუხარებას, მაგრამ მე ისრაელის მწუხარებას არ ვიზიარებ. რამე თუ რომელი ადამიანი სხვას ესვრის ბომბს, ის ადამიანი იმასაც უნდა მოელოდეს, რომ თავზე ბომბი თავად დაეცემა. აქედან გამომდინარე, მე იმ ადამიანს ვერ შევიცოდებ და ქრისტიანული არანაირ შემთხვევაში არ არის შეწოდება. თუ კი ქრისტეს უარმყოფელი ადამიანი, ასევე სახელმწიფო, ასევე ნებისმიერი საზოგადოება, რომელიც ქრისტეს უარყოფს და თან ბომბებს ესვრის სხვა სახელმწიფოს, რომელიც ასევე ქრისტეს უარყოფს, აი ეს სახელმწიფოები მე არამც თუ შემეწოდება, არამედ უკვე ვიცი, რომ ბოლო ჟამია დაწყებული, რამე თუ საბოლოოდ გაანადგურებს სატანა თავის თავს. სატანა აღუდგება თავის ზიანებს წინ. რატომ ეხლა ნახეთ, მე არ მეწოდება არავინ, ვინც გონს ვერ მოდის. მე არ შევდივარ და არ ვიზიარებ მწუხარებას ამ ადამიანების, ვინც გონზე ვერ მოვიდა. რამე თუ მე ვერ გავუზიარებ მათ მწუხარებას, რომელ ადამიანმაც ჩემი მწუხარება ვერ გაიზიარა. რომელიც ასეთია 2000 წლის წინ რომ ქრისტე მოკლა და დღემდე ქრისტეზე ამბობს, რომ ცრუ კაცი იყო, ასეთ სახელმწიფოს ღმერთმა 2025 წელი მისა იმის დრო, რომ აზრზე მოსულიყო. არამც თუ იკმარა ეს, რომ გონზე მოსულიყო, საქართველოში შემოაგზავნა თავისი გველები და საქართველოზე, სადაც ქრისტეს ჯვარცმა მოახდინა, იქ ეცადა, რომ თავისი ხელები ეფათურა. ასეთ სახელმწიფოს არამც თუ ბომბები დაეცემა ზედ და მიწასთან გასწორდება, არამედ გონზე მომსვლელი გონს მოვა, მუხლებზე დადგება ქართველთა ერის წინაშე, ქრისტეს ბოდიშს მოუხდის და შეწოდებას თხოვს, შეწყალებას თხოვს. და ვიდრემდის ეს არ მოხდება, შემეწოდება კი არა. აი მას რომ ვხედავ მიწასთან გასწორებულს, მაშინაც კი ვიცი, რომ ეს რომელიც გონს ვერ მოვიდა, სახელმწიფო იქნება ადამიანი თუ ნებისმიერი, ამას იმსახურებდა. და არ მითხრათ, რომ საპატრიარქოში იერუსალიმიდან ხელდასმულები არ არიან აქ. და კაკების მიერ ჩამოთრეული ნახევრად ებრაელები აი აქ ჩვენს საპატრიარქოს არ მართავენ. როდესაც გველი ვერ ითავისებს იმას, რომ უნდა გამოიცვალოს ტყავი, მას წაერთმევა ყველაფერი. შემდეგ ადგება და თავის ხეთქებას ქვაზე დაიწყებს თვითონვე.
გესმით? დასასრულია. სულ რაღაც 3 წლის წინ, როდესაც ღმერთმა მიმაგზავნა სწორედ აი ამ საპატრიარქოში შემძრვალი გველის წიწილების გასაფრთხილებლად, საცინრად არ იყოთ ქართველი ადამიანის მათ კარზე დაკაკუნება. ხო და როდესაც მათ კარი ჩამიკეტეს, იცით რა მოუვიდათ იმავე ზაფხულს. მისმა მეზობელმა ქვეყანამ ისეთი ამბავი დააღწია, რომ მოცლებიდან ემბრიონები ამოაჭრა ქალებს და კარის სახელურებზე დაუკიდა. რატო ვამახვილებ ყურადღებას ამაზე, თუ იცით და თუ მიხვდით. საიდან უნდა მოუვიდეს ადამიანს აზრად, რომ ემბრიო ამოაცალო და კარის სახელურებზე დაუკიდო. იქიდან, რომ მათი გველის წიწილები ქართველს დასცინიან და კარს უკეტავენ და კიდევ თავიანთ გველის წიწილებს უქსევენ ასეთ ადამიანს, რომელიც ღვთის რჩეულია. და ღვთის რჩეულთან თამაში არც ერთ იუდეველს კი არა, სატანას კი არა, არც ერთ დაცემულ ანგელოს არ გაუვა. გეშინოდეთ იმ საქციელების, რაც გააკეთეთ და 3 წელი მოგცათ ღმერთმა იმის უფლება და დრო, რომ გამოსწორებულიყავით და გამოტვინებული ტვინები ცოტა რაღაცით შეგერყიათ. მაგრამ არა და არა. საცინრად არ ყოფნით ის, რასაც გეუბნებიან ღვთის მიერ გზავნილი ხალხი, ხომ? ხო და საცინრად კი არა, ბომბები კი არა, ცეცხლი კი არა. ბომბები და ცეცხლის ანატრელი გაგიხდებათ, ისეთ დღეში ჩავარდებით. სანამ თქვენ არ დააბრუნებთ ყველა ისტორიულ საკითხს და ყველა ნივთს და ყველა ადგილს თავის ადგილზე. ყველა ნივთს თავის ადგილზე, ყველა რელიქვიას და ყველა აფერს თავის ადგილს არ მიუჩენთ. არამც თუ სიტყვიერი პარვა, არამედ ფიზიკური პარვაც რომ განახორციელეთ თქვენ, სატანის მოციქულებო თქვენ, იალდაბაოთის მონებო და შნირებო თქვენ. ხო და ახლა დროა რომ დაესვას წერტილი ამ ყველაფერს. კიდევ არ იგესმით, ხომ? კიდევ არ იგებთ, ხომ? რომ აპოკალიფსია და რომ ქრისტე მოდის და კიდევ არ გინდათ ქრისტეს აღიარება, ხომ? ხო და შემეცოდებით კი არა. მიწასთან გასწორებულს რომ დაგინახავთ, აი მაშინ ამოვისუნთქებ, რომ თქვენ გონს მოუსოლელი, უგუნურიერი, კიდე ბევრს მებლატავებით ქართველებს აქ. ჩამოთრეულო ისრაელიდან იუდეველო ქრისტეს უარმყოფელო ხალხო. დროა გონს მოეგოთ, სანამ მამა ზეციერი სახელმწიფოს კი არ დაგანთხევთ თავზე, არამედ თვით აქაც კი გაგანადგურებთ საქართველოს ტერიტორიაზე თქვენ. ცეცხლში დაიწოვებით თქვენ, უგუნურო მოდგმავ თქვენ. უმადურო მოდგმავ თქვენ. ფულის მონებო თქვენ. ყურად იღეთ ის გზავნილები, რასაც ქრისტეს გზავნილები და რჩეულები გეუბნებიან. თორემ ის რაც დღეს ხდება, ის არაფერი არ არის იმასთან და შედარებით, რაც აწი უკვე მოდის და გზაშია თქვენთვის შეკვეთილი. და მივესალმები ყველა იმ გონსმოსულ იუდეველს, რომელმაც ქრისტე აღიარა. მე მათზე არ მაქვს საუბარი. მე ყველა იმ უგუნურ და უმადურ მრუში მოდგმაზე მაქვს საუბარი, რომელიც ქრისტეს უარყოფს დღემდე. ჩამოდის ჩვენს ქვეყანაში, ქრისტიანულ ქვეყანაში და აქ გვებლატავება თავიანთი ქალების პირით, რომ თურმე ქრისტე წესებს არ ღვევდა და პროვოკატორი ყოფილა. გაეთრიეთ ამ ქვეყნიდან ქრისტეს მოღალატეებო და ქრისტეს გამყიდველებო და ქრისტეს უარმყოფელებო.
იუდეველო, იუდებო, პეტრეებო და ყველა ის ადამიანო, ვინც თქვენ უარყვეთ ქრისტე და დაიმალეთ ქრისტეს ჯვარცმის დროს. და დღემდე ასე დარჩა. თქვენ მოგიulis მაგდანილენის სული, თქვენ მოგიulit. ქრისტეს სული და მამაზე ციერი თქვენ მოგიulit. დროა. ან გამოფხიზლდით. იუდა. მოდი გონს. ან კიდე შენი სიკვდილია სამუდამოდ. ჯერ იუდეველებს დაერევა. შემდეგ მუსლიმებს გალეწავს და გაჟლიტავს და ყველაფერი დაიმსხორება ამ დედამიწაზე, რაც კი უსამართლოა და არასამართლიანი. რატომ იუდეველებს? იმიტომ რომ იუდეველებმა აცვეს ქრისტე ჯვარს, მუსლიმანებმა მერე უარყოს ქრისტე და აზრზე არ არიან ასაკეთებენ, მაგრამ სრულიად იმ ხალხს, რომელმაც ქრისტე უარყო და იცის ვინც იყო ქრისტე და დღემდე არ უნდა აღიაროს. აი იმ ხალხს მოეკითხება, ვაი თქვენს პატრონს, თქვენს გამჩენს. სანატრებელი ექნება სიკვდილი და ვერც მოკვდება. გაქრება მთლიანად, სამუდამოდ ყველა დროში და ყველა სივრცეში. და მე კიდე ესენი შემეცოდოს? ვაი თქვენს პატრონს, რომ თქვენ ქართველებო, ან ნახევრად ქართველებო, იუდეველებო, რომელიც ასე ფიქრობთ, რომ ჩვენ უნდა შეგვეცოდოს ის ხალხი, რომელმაც ქრისტე უარყო და რომელიც ქრისტეს დააჯდა თავზე. დღემდე მოიპარა ყველა ის ისტორიული ძეგლი იქნება თუ ისტორია და გადააკეთ, გადმოაკეთა და კიდე სიცრუეში აპყობებს სრულიად მსოფლიოს. ეს ხალხი მე შემეცოდოს? განადგურება ასეთ ხალხს. დროა, მეორეთ მოსვლა და აპოკალიფსია ახლა და ამ წამს. და არა 20 წლის მერე, ახლა და ამ წამს. ამინ ამენით იესო ქრისტე. და თუ პრობლემა გაქვს მეორედ მოსვლის და თუ გეშინია ქრისტეს დანახვის, მაშინ გაიგე ვინ ხარ, რომ ქრისტეს უარმყოფელი ხარ და ქრისტეს გამყიდველი ხარ და არა რაობა ხარ შენ. იუდეველი ქვია თუ ფულებით მარიაჟობ ვიღაცა ხარ. რა სახელმწიფო შენ ხარ? ქრისტე ვერ იცანი. და კიდე ასეთ ხალხს უნდა გადაუსვათ ხელი თავზე და კიდე ესეთი ხალხი უნდა შევიფაროთ და საერთოდ ქართველები რატომ მიდიან ისრაელში ვერ ხვდები? ფულის მონები ეგენი. ფუი თქვენს არსებობას საერთოდ. უმადურიერი რამდენი საუკუნეებით ცხოვრობდნენ საქართველოში, ეხლა გვასწავლიან თურმე ჩვენ არ ვკითხულობთ კარგად ბიბლიას და ვერ ვხვდებით რა წერია. ვინ გველის წიწილები შემოაპარეთ აქ? ებრაელი იაღობელები, იუდას მოდგმისავ, იუდეველები, იალ დაბაოთის მადიდებლები და მართლმადიდებლები, რომლებიც ეკლესიაში შეესიუნენ როგორც გველის წიწილები და ჯოჯოები. თქვენ გიტირებთ დედას, მამაზე ციერი. აგვისტოდან დაიწყება. თქვენი განადგურება, თავები დაიდოს მეთქი ხოვთხოვე მამაზე ციერს, დიდება უფალს, ყველაფერს მალე ასრულებს. დიდება უფალს, რამე თუ მე ვსახურობ მას და იცის რა უნდა მათქმევინოს და ჩემი ენიდან გამოდის ის ცეცხლი, რომელიც თქვენ დაგწვავთ. გეშინოდეთ საპატრიარქოს გველის წიწილებო თქვენ. თუ გაგიგიათ ენოქის წიგნზე, რომელიც ამბობს ერთქიან რცხვარზე, რომელიც შეებრძოლება ყველა იმ მტაცებელ ცხოველს და ფრინველს, რომელსაც ვერაფერს ვერ უზავენ
და რომლის პირიდანაც გამოვა ცეცხლი და დაწვავს ყველა იმ არასწორ და არასამართლიან ადამიანს, რომელიც ვითომ და მწყემსად არის დაყენებული. გეშინოდეთ და ის ერთი რქიანი ცხვარი მე ვარ. ხო დედა. ხო, ჩუმად ვილაპარაკო? კარგი. არ გჯერათ, ხომ? კიდევ ბევრი რამე გინდათ დაგატყდეთ თავს, რომ გაიგოთ ვინ ვარ მე? კიდევ გინდათ დარწმუნება იმაში, რომ შეასრულოთ თქვენი საქმე? რასაც ჩემი პირიდან გაიგებთ, არ გააკეთებთ და თითები კი არ დაგემტრევათ, თავები დალაგდება თქვენი მტკვარზე. ახლა კი დაგემშვიდობებით და იფიქრეთ. გამოჩნდებიან ახლა ნახევრად ებრაელი ქართველები, რომლებიც დაიწყებენ ქრისტიანი ხარ შენ, ესე რო ლაპარაკობთ, გვე ქრისტეს გამყიდველებო, ქრისტე როგორ კიდე პირიდან გამოდის თქვენი პირიდან ეს სახელი. ქრისტეს მკვლელებო თქვენ. ქრისტეს მკვლელი არ შემეწოდება. მე მას არ მოვკლავ, მაგრამ როდესაც ის თავის თავს მოიკლავს, არ შემეწოდება. და როდესაც ის გამოიწვევს სხვა ადამიანს რომ მოკლას, არც მაშინ არ შემეწოდება. და როდესაც მკვდარს დავინახავ, არც მაშინ არ შემეწოდება. ქრისტეს მკვლელი თავის თავს თვითონ გაანადგურებს. ქართულად დაწერეთ, რუსული არ მაინტერესებს მე და არ ვიცი. გასაგებად გითხარით? ნახევრად ებრაელებო, ებრაელის შემოგზავნილო აგენტებო და გველის წიწილებო, თქვენი დასასრული დაიწყო და ფრთხილად იყავით რას მეუბნებით და რას იტყვით ჩემს საწინააღმდეგოდ. და სანამ თქვენი დიდი ანტიქრისტეს მსახური ილია მეორე არ მოვა გონს, მანამდე დაგენგრევათ ეგ სახელმწიფო თავზე. ამინ, ამენით იესო ქრისტე, გესმით? ბარეორს დაუკვეთავთ კიდევ მკვლელებს ჩემს წინააღმდეგ, მაგრამ ვერაფერს გააღწევთ, იმიტომ რომ ის ერთ რქიანი ცხვარი მე ვარ, გესმით? და ამ ერთ რქიან ცხვარს ვერაფერს დააკლებენ. რამე თუ არ აქვს ძალაუფლება მასზე, თვით მამაზე ციერი ჩამოვა და ამ ერთ რქიან ცხვარს ვერაფერს მოსხებს ჩირკს, იმიტომ რომ სამართლიანად იბრძვის, გესმით?